როგორ უნდა გაჩნდეს არანაცური რაღაც ოპოზიცია, რომელიც პოტენციურად ალბათ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. თუ თავარი ინსტრუმენტია, რომელიც თლიანი ინფორმაციულ ველზე რაღაცა დომინანტური მდგომარეობა აქვს, როგორც კი ესეთი არანაცური რამე პარტია გაჩნდება, ბლოკავს. რატო ვარ დაბლოკილი თქვენ მედიაში? თუ იმედი არსებობს და იმედში ფული იხარჯება, იმიტომ და ენერგია იხარჯება, იმიტომ ნაციონალური მოძრაობა არ მოვიდეს, არსებობს გირჩი. თქვენ ფაქტობრივად გინდათ, მე ხა ბიზნეს ანალოგია მოვიყვანო, მე რომ მქონდეს კომპანიაში 49% და ვიღაცას მქონდეს 49% და ვიღაცას 2%, მე და ის 49% ერთმანეთი არ გვიყვანს, ეს 2%-ის არის კომპანია, ეს იქნება თავარი ადამიანი. გინდა მე შემეკვები, გინდა თქვენ ღიად აკეთებდით პოზიციონირებას არჩევნების წინ, რომ ეს გინდოდათ. ანუ თქვენ გინდოდათ, რომ არჩევნების ანუ არჩევნების დასასრული საბოლოო წერტილი ყოფილიყო, რომ რაღაცა 49, მოკლედ უთქვენოთ, რომ უმეტესობა შეგვიძლია. ღია იყავით ორივესაც სათანადოდ, ხო? და ეს ჩემს მიუღებელია. ამოიგინეთ, რომ თქვენი პოლიტიკი თქვენ ნაცებს კი არ ებრძვით. თქვენ ნაცებს ეხმარებით. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. თქვენ რატომ არ ძლიერდი, რატომ არ გაქვთ მეტიო, რომ თქვენ გვებრძვით. როგორც გვარამიას ყავდი დაბლოკილი, ზუსტად ისე ყავდით თქვენ დაბლოკილი იმედზე. ნაცმოძრაობას ინარჩუნებთ. მე ვიძახი, ნაცმოძრაობას შეიძლება ოცნება ინარჩუნებდა, იმიტომ რომ სამფეხა ძაღლთან ბრძოლა იყო ყოველთვის ადვილი, მაგრამ ეხლა ამ სამფეხა ძაღლმა რაღაცა ფეხი გამოუშვა სადღაც, იქ რაღაცა ბანჯვილი გამოუვიდა და სხვა ცხოველი გახდა, რომელსაც ვეღარ ცნობენ, რომ ის იგივე სამფეხა ძაღლია. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხება აღარ არის ისეთი ადვილი. ნაცმოძრაობას რაც პრობლემებიც ქონდა, რის გამოც შენ არ გინდა მათი მობრუნება, რის გამოც მიუხედავად ბევრი პრობლემებისა, რაც ხოცებს გააჩნიათ, მათ გულშემატკივრობ, რა არის ეს ასეთი, რომ არ შეიძლებოდა ამაზე გაგვეხსნა ეთერები და ბრძოლის მეტო, რასაც ტრამპი ამბობს, რასაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა რა სიტყვითაც მიმართა ევროპელებს, დაახლოებით მე ჩემ პრეტენზიაც ეგ არის თქვენს მიმართ, რომ რა ღირებულებაა ის, რასაც ვიცავთ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფასად და იმის ფასად, რომ ყველა აზრს განსხვავებულ სახელმწიფო მეინსტრიმისგან დავარქვათ ნაცური აზრი, დავბლოკოთ ეს, საერთოდ ლაპარაკის რესურსი არ არსებობს. არავინ ერთმანეთს არ ელაპარაკება. თქვენი სტრატეგია მცდარი ხო არ არის? პირიქით ხო არ უნდა თუ ის მიზანი გინდათ მართლა ნაცების ამბავი და გულწრფელი ხართ ამაში. პირიქით ხო არ უნდა გააკეთოთ, რომ გახსნათ მედია რა საჭიროა ტყუილი ნაცების დასამარცხებლად.